აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ფოთის მერთან და სამეგრელო ზემოსვანეთის სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად ფოთის ახალი რაიონის დევნილთა კომპაქტური ჩასახლება დაათვალიერა, სადაც შეხვდა აფხაზეთიდან ინსულებით გადაადგილებულ მოსახლეობას. მან პირადად მოისმინა დევნილთა საჭიროებები, მათ საცხოვრებელ პირობებს ადგილზე გაეცნო და სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. Დღევანდელმა შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად. ბატონმა გიორგი მოისმინა ის პრობლემები, რაც დასახლებაში გვაწუხებს და დიდი იმედი გვაქვს, რომ ახლო მომავალში შეძლებს ამ პრობლემების აღმოფხვრას. დღეს ვიმყოფებოდით ქალაქ ფოთში დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, სადაც შევხვდით დევნილებს, მოვისმინეთ მათი პრობლემატიკა, გამოწვევები. აფხაზეთის მთავრობის უმნიშვნელოვანესი მიზანია ვიცოდეთ საქართველოს სრული ტერიტორიის მასშტაბით ჩვენი კომპაქტური ჩასახლებების გამოწვევები და ადგილობრივ ხელისუფლებასთან მჭიდრო კომუნიკაციით ვეცდებით აღნიშნული პრობლემატიკა გადავჭრათ დროულად. საინტერესო და გულწრფელი შეხვედრა გქონდა ჩვენ დროებით დევნილ მოსახლეობასთან, აფხაზეთის მთავრობის ახალ ხელმძღვანელთან გიორგი ჭიჭარაძესთან ერთად, რომელსაც ძალიან კარგად ესმის ეს პრობლემები, რომელიც დროებით დევნილ მოსახლეობას აწუხებს და შესაბამისად დარწმუნებული ვარ, ერთობლივად სასიკეთო საქმეს განვახორციელებთ.